დღეს ვისაუბრებთ მსოფლიოს 10 ყველაზე სახიფათო ქვეყანაზე. ეს არ არის მხოლოდ ქუჩის კრიმინალის რეიტინგი. ეს არის ქვეყნების სია, სადაც მიმდინარეობს ომები, პატონობენ ტერორისტული დაჯგუფებები და სიცოცხლის უფლება ყოველდღიურად ირღვევა. დავიწყოთ მე-10 ადგილიდან. მე-10 ადგილზეა მალი. დასავლეთ აფრიკის ეს სახელმწიფო რეგიონის მთავარ ხელწერტილად იქცა. მას შემდეგ, რაც ძალაუფლება ხუნტამ ჩაიგდო ხელში, ქვეყნიდან გავიდა ფრანგული სამხედრო კონტინგენტი და გაეროს სამშვიდობო მისია. ხუნტამ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დაქირავებულ მებრძოლებს, მათ შორის ვაგნერის დაჯგუფებას მიმართა. მიუხედავად ამისა, ცენტრალური ხელისუფლება ქვეყნის უზარმაზარ ტერიტორიებს მაინც ვერ აკონტროლებს. ჩრდილოეთ და ცენტრალურ მალიში აქტიურად მოქმედებენ ალ-ქაიდასა და ისლამურ სახელმწიფოსთან დაკავშირებული რადიკალური ისლამისტური დაჯგუფებები, რაც მუდმივი ტერაქტებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტის მიზეზია. მე-9 ადგილზეა სირია. 2024 წელს ასადის მრავალწლიანი რეჟიმის დამხობისა და მისი რუსეთში გაქცევის შემდეგ ქვეყანაში ახალი ეპოქა დაიწყო. თუმცა 14 წლიანმა გამანადგურებელმა სამოქალაქო ომმა სირია ნანგრევებად აქცია, რის გამოც ის კვლავ უკიდურესად სახიფათო ზონად რჩება. ახალი მთავრობის წინაშე უმძიმესი ამოცანებია ჩამოშლილი ეკონომიკის აღდგენა, სრულად განადგურებული ქალაქების აშენება და მრავალრიცხოვანი შეიარაღებული დაჯგუფებების ერთიან უსაფრთხოების სისტემაში მოქცევა. ტერიტორიებზე დარჩენილი იარაღის უზარმაზარი მარაგი, დანაღმული ველები და სოციალური კოლაფსი მოსახლეობის უსაფრთხოებას კვლავ ყოველდღიურ საფრთხეს უქმნის. მერვე ადგილს იემენი იკავებს, სადაც 10 წელზე მეტია სამოქალაქო ომი მძინვარებს. ომი მიმდინარეობს ირანის მიერ მხარდაჭერილ ხუსიტების მოძრაობასა და მთავრობას შორის, რომელსაც ზურგს საუდის არაბეთი უმაგრებს. ხუსიტები ქვეყნის დიდ ნაწილს აკონტროლებენ, მათ შორის დედაქალაქ სანას. წითელ ზღვაში კომერციულ გემებზე ხუსიტების თავდასხმებმა სიტუაცია კიდევ უფრო გაამწვავა და საერთაშორისო სამხედრო პასუხი გამოიწვია. იემენში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ჰუმანიტარული კრიზისია. მოსახლეობის უდიდეს ნაწილს არ აქვს ცდომა სასმელ წყალზე, საკვებსა და მედიკამენტებზე. მე-7 ადგილზეა ავღანეთი. 2021 წელს დასავლური კოალიციის გასვლის შემდეგ ქვეყანაზე სრული კონტროლი ტერორისტულმა ორგანიზაცია თალიბანმა დაამყარა. მათ შემოიღეს შარიათის მკაცრი კანონები, რამაც საზოგადოება შუა საუკუნეებში დააბრუნა. ქალებს აეკრძალათ მე-6 კლასის ზემოთგანათლების მიღება, მუშაობა და სახლიდან დამოუკიდებლად გასვლა. ამასთან ერთად ქვეყანაში გაძლიერდა დაჯგუფება ისლამური სახელმწიფო, რომელიც რეგულარულად აწყობს სისხლიან ტერაქტებს. მე-6 ადგილზე მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა სახელმწიფო, სამხრეთ სუდანია. 2011 წელს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქვეყანა მალევე ჩაეფლო სისხლიან სამოქალაქო ომში, რომელიც ძირითადად ორ უდიდეს ეთნიკურ ჯგუფს, დინკასა და ნუერის ტომებს შორის მიმდინარეობდა. ბრძოლამ ასეულობით 1000 ადამიანი შეიწირა. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას ნავთობის უზარმაზარი რეზერვები აქვს, ეს ფული შეიარაღებული დაჯგუფებების დაფინანსებასა და კორუფციაში მიდის. განადგურებული ინფრასტრუქტურა და ჯანდაცვა, სასმელი წყლის დეფიციტი და ძალადობის მუდმივი საფრთხე სამხრეთ სუდანში ყოფნას ფაქტობრივად კოშმარად აქცევს. მე-5 ადგილზეა ისრაელი, რომელიც მრავალფრონტიან კონფლიქტში იმყოფება. ვითარება უკიდურესად გაამწვავა 2023 წლის ჰამასის ტერორისტულმა თავდასხმამ, რასაც ღაზის დამანგრეველი ომი მოჰყვა. ამას დაემატა ომი ირანთან და ისრაელის მიმართულებით გაშვებული ასობით ბალისტიკური რაკეტა და დრონი. ამჟამად მთავარმა საფრთხემ ჩრდილოეთით გადმოინაცვლა. ლიბანში ჰეზბოლასთან მიმდინარე ომის გამო 10,000-ობით ისრაელელი კვლავ ევაკუირებულია. საყოველთაო მობილიზაცია და მუდმივი საჰაერო განგაში ქვეყანას რეიტინგის ერთ-ერთ ყველაზე დაძაბულ წერტილად აქცევს. მე-4 ადგილზეა უკრაინა, სადაც ევროპის კონტინენტზე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბური და სისხლიანი კონფლიქტი მიმდინარეობს. რუსეთის სრულმასშტაბიანმა შეჭრამ ქვეყნის აღმოსავლეთ და სამხრეთ რეგიონები ნანგრევებად აქცია. ფრონტის ხაზზე მიმდინარე უმძიმეს ბრძოლებს თან ახლავს დიდი სამხედრო მსხვერპლი. მძიმე დანაკარგებს ემატება მუდმივი სარაკეტო და დრონების იერიშები მშვიდობიან მოსახლეობაზე, განადგურებული ენერგეტიკა და მსოფლიოში ყველაზე დიდი დანაღმული ტერიტორია. ეს ყველაფერი უკრაინას მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო ადგილად ხდის. მე-3 ადგილზეა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა. მართალია, ქვეყანა ოქროთი და კობალტით უმდიდრესია, მაგრამ აქ ცხოვრება ნამდვილი ჯოჯოხეთია. აღმოსავლეთ რეგიონებში 100-ზე მეტი შეიარაღებული დაჯგუფება მაღაროების კონტროლისათვის იბრძვის. მოსახლეობისთვის ეს ყოველდღიურ ტერორს ნიშნავს. ბანდები ანადგურებენ სოფლებს და მასობრივად იტაცებენ ბავშვებს. მათ ან მონება დამუშავებენ მაღაროებში, ან ბავშვ-ჯარისკაცებად აქცევენ. მთავრობის უძუურების გამო აქ კანონი არ არსებობს. ამ ჯოჯოხეთმა 7 მილიონზე მეტი ადამიანი საკუთარ ქვეყანაში დევნილად აქცია, რომლებიც ყოველდღე სიკვდილისა და შიმშილის პირისპირ დგანან. მეორე ადგილზეა სუდანი, სადაც 2023 წელს სრულმასშტაბიანმა სამოქალაქო ომმა იფეთქა ორ გენერალს შორის.
ერთ მხარესაა რეგულარული არმია, მეორე მხარეს კი სწრაფი რეაგირების ძალები. დედაქალაქი ხარტუმი ბრძოლის ველად იქცა. პარალელურად დარფურის რეგიონში არაბული შეიარაღებული დაჯგუფებების მიერ შავკანიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მიმდინარეობს მიზანმიმართული გენოციდი. სახელმწიფო სრულმა კოლაფსმა სუდანი დღეს იძულებით გადაადგილებულ პირთა ყველაზე დიდ გერად აქცია მსოფლიოში. და ბოლოს პირველ ადგილს იკავებს რუსეთი, მსოფლიოს ყველაზე არამშვიდობიანი და საშიში სახელმწიფო. უკრაინაში შეჭრამ ქვეყანა იზოლაციასა და ქაოსში შეიყვანა. ფრონტზე მიღებული კატასტროფული მსხვერპლის გარდა ომი უკვე უშუალოდ რუსეთის ტერიტორიაზეც მიმდინარეობს. სარაკეტო და დრონების ყოველდღიური ერიშები რეგულარულად ანადგურებს ქვეყნის სტრატეგიულ ინფრასტრუქტურას, სამხედრო ბაზებსა და ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს. ეკონომიკა სრულად გადაყვანილია საომარ რელსებზე, ხოლო ფრონტიდან დაბრუნებული ამნისტირებული კრიმინალებისა და დაქირავებული მებრძოლების ფონზე ძალადობისა და კრიმინალის დონემ პიკს მიაღწია. უმკაცრესი ცენზურა, ტოტალური რეპრესიები და სრული მილიტარიზაცია რუსეთში ცხოვრებას უკიდურესად სახიფათოს და არაპროგნოზირებადს ხდის. ასე გამოიხურება ჩვენი პლანეტის ყველაზე სახიფათო წერტილები. ომები, ტერორი და ქაოსი ამ ქვეყნებისთვის ყოველდღიურ რეალობად იქცა. დაგვიწერეთ კომენტარებში თქვენი აზრით კიდევ რომელი ქვეყანა იმსახურებს ადგილს ამ ათეულში და გამოიწერეთ არხი, რათა არ გამოტოვოთ შემდეგი ვიდეოები.